გინდა ვნახოთ რა იცი კლეოპატრას შესახებ. მაშინ დავიწყოთ. ვინ იყო კლეოპატრას მამა? პტოლემაიოს მე-13. პომპეუსი. პტოლემაიოს მე-14. პტოლემაიოს მე-12. პტოლემაიოს მე-12. რამდენი წლის იყო კლეოპატრა, როცა თავის 10 წლის ძმაზე დააქორწინეს? 20 წლის. 16 წლის. 18 წლის. 25 წლის. 18 წლის. სად გაიქცა კლეოპატრა ძმის მომხრეების იძულებით? რომში, სირიაში, საბერძნეთში, ლიბიაში, სირიაში. ვინ მოკლეს პტოლემაიოს მე-13-ის მომხრეებმა პელუზიუმში? იულიუს კეისარი, მარკუს ანტონიუსი, პომპეუსი, ოქტავიანე, პომპეუსი. ძველი წელთაღრიცხვით რომელ წელს დაბრუნდა კლეოპატრა ალექსანდრიაში კეისრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად? 30 წელს. 41 წელს. 48 წელს. 69 წელს. 48 წელს. რა ერქვა კლეოპატრასა და იულიუს კეისრის ვაჟს? ალექსანდრე ჰელიოსი, ცეზარიონი, პტოლემაიოს ფილადელფოსი, ოქტავიანე. ცეზარიონი. რა მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს, როდესაც კლეოპატრა რომში იმყოფებოდა? ეგვიპტის ომი დაიწყო, იულიუს კეისარი მოკლეს, კლეოპატრა დააპატიმრეს, ეგვიპტე დაეცა. იულიუს კეისარი მოკლეს. რამდენი შვილი ეყოლა კლეოპატრას მარკუს ანტონიუსისგან? 1, 2, 3, 4. 3. რომელმა რომაელმა განაწყო რომი კლეოპატრას წინააღმდეგ? იულიუს კეისარმა, ოქტავიანემ, პომპეუსმა, ბრუტუსმა. ოქტავიანემ. სად მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ოქტავიანესა და ანტონიუს შორის? აქტიუმთან, ალექსანდრიაში, რომში, ფარსალოსთან. აქტიუმთან. ლეგენდის თანახმად, როგორ დაასრულა სიცოცხლე კლეოპატრამ? დანით მოკლეს, დაახჩვეს, გველს დააგესლინა თავი, შიმშილით. გველს დააგესლინა თავი. ძველი წელთაღრიცხვით, რომელ წელს გარდაიცვალა კლეოპატრა? 31 წელს, 69 წელს, 30 წელს, 44 წელს, 30 წელს. რა ბედი ეწია ეგვიპტეს კლეოპატრას გარდაცვალების შემდეგ? საბერძნეთის ნაწილი გახდა. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. რომის პროვინცია გახდა. სირიამ დაიპყრო. რომის პროვინცია გახდა.
თუ მოგეწონა, მოგწერე პირადში, ან დაგვიკომენტარე თუ რაზე ისურვებდი შემდეგ ქვის.